საქმე წმინდათა მოციქულთა. თავი მე-17. დავითარცა მოულეს ამპიფოლი და აპოლონიაი, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა იგი იყო შესაკრებელი ხურიათაი. დავითარცა ჩვეული იყო პავლე შევიდა მათთა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან. გამოუთარგმანებდა მათ და წინა დაუდებდა, რამე თუ ქრისტესა ჯერ იყო ვნებაი და აღდგომაი მკვდრეთით და ვითარმედ ესი არის იესო ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქვენ. და რომელთა მე მათგანთა რწმენა და შეუდგეს პავლეს და შილას, მორწმუნეთა წარმართა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაი. ხოლო შური აღიღეს, რომელნი იგი ურწმუნონი ხურიანი იყვნეს და მოიყვანეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა და ზედა მოადგეს სახსა იასონისა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე. დავითარცა არაპოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხვათა ვიეთმეც მათთა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს ვითარმედ, რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან. რომელნი შეუწყნარებიან იასონს და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხვასა იტყვიან ყოფად იესოს. აღაშფოთეს ერი იგი მთავარნი ქალაქისანი ესმოდა რა იესე და მოხადეს თავსმდები იასონს და მაშინღა განუტევნეს იგინი. ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი იგი ვითარცა მიიწინეს შესაკრებელსა, ხოლო ხურიათასა შევიდეს. რამე თუ ესენი უაზნაურეს იყვნენ თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწნარეს სიტყვა იგი ყოვლითა გულსმოდგინებითა, მარა დღე გამოეძიებდეს წიგნთაგან უკვე თუ ესეთ არს. მრავალთა უკვე მათგანთაცა რწმენა და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიათა და მამებსა არა მცირებსა. ხოლო ვითარცა აგზნეს თესალონიკელთა მათ ხურიათა, ვითარმე ბერიასაცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყვა იგი ღმრთისაი, მოვიდეს მუნცა, აღზრიდეს და აღსტეხდეს ერსა მას. მუნთქვესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსვად ზღვით კერძო, ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს. და რომელთა იგი მიყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე და მოიღეს მცნება შილაის და ტიმოთეს მიმართ, რაითა ადრე მივიდნენ მისა და გამოვიდეს. ვიდრეღა იგი ათინაში ნაელოდა მათ პავლე, ეძვინებოდა სულსა მისსა მისთანა, ხედვიდა რა იკრებთ მსახურებასა მის ქალაქისასა. ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ხურიათა და რომელნი მსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა, რომელთა იგი შეემთხვეოდა. რომელთა მე ეპიკურელთა და სტოისა ფილოსოფოსთა სიტყვა ყვეს მისთანა და რომელნიმე იტყოდეს, რაიმე ჰნებავს თესლისა მეტყველს ამას სიტყვად და რომელნიმე იტყოდეს, უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე, რამე თუ იესოს და აღდგომასა ახარებდა მათ. შეიპყრეს იგი და არიოპაგეთ მიიყვანეს და ეტყოდეს, შემძლებელ ვართ ცნობად, რაი არს ახალი ესე შენი მიერ თქმული მოძღვრებაი, რამე თუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩვენთა, ნებავს უკვე ცნობად, რაისა ჰნებავს ამას ყოფად. ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნენ უცხონი, სხვა და არად მოცალე იყვნენ გარნა სიტყვად რაისამე და სმენად უახლესისა. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქვა, კაცნო ათინელნო, ყოველთვის ვითარცა მრჩევლ ეშმაკეულთა გხედავ თქვენ. რამე თუ მიმორაი ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქვენთა პოვე ბომონიცა, რომელსაც ზედა წერილი იყო უცნაურსა ღმერთსა. აწუკე რომელისა იგი უმეცარ ხართ და მსახურებთ მას, მე გახარებ თქვენ ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი და იარს მაშინა. ესეც კაცისა და ქვეყანისაი არს უფალი, არა ხელით ქმნულთა ტაძართაშინა დამკვიდრებულ არს, არცა კაცობრითა ხელთა მიერ იმსახურების, ვითარცა მოქენევისამე იყო. რამე თუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხოვრებასა და სულსა ყოვლით კერძო. და შექმნა ერთისაგან სისხლისა ყოველ ნათესავნი კაცთანი დამკვიდრებად ყოველსავე და პირსა ქვეყანისასა. განაჩინა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკვიდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა. და უკვე თუმცავი ნეძიებდა პოამცა იგი, რამე თუ არცა შორს არს კაცადისაგან ჩვენისა. რამე თუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ. ვითარცა იგი ვინმე თქვენგანი სიტყვის მოქმედ მიიტყვიან, რომლისა იგი ნათესავცა ვართო. აწუყვე ვინაიდან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გვიყეს ვითარმცა ვგონებდით ოქროსა გინა ვერცხლსა, ანუ ანთრაქსსა გამოხატულსა ხუროებით დაზრახვითა კაცთაითა საღმრთოისა მის მსგავს ყოფად. რამე თუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს ხნა ღმერთმან და აწმამცნებს ყოველთა კაცთა ყოველს ადგილსა შენანებად.
ვითარცა იგი დაამტკიცა დღე, რომელსაც შინაეგულების განკითხვა ისოფლისაი სიმართლით კაცითამით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაი, მოსცა ყოველთა, რამე თუ აღადგინა იგი მკვდრეთით. ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომა იმ მკვდართაი, რომელნიმე ეკიცხებდეს და რომელთამე თქვეს, ვის მინოთ შენი ამისთვის კვალადცა. და ესეთ გამოვიდა პავლეს შორის მათსა. ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და რწმენა, რომელთათანა იყო დიონისიოს არიოპაგელი და დედაკაცის სახელით დამარის და სხვანი მათთანა.